ომი მიმდინარეობს და ისრაელს ბევრი რაღაც ღიათ არ აქვს გამოცხადებული, მაგრამ ჩემი დაკვირვებით აქ იკვეთება ორი მიზანი, ერთი არის პროგრამა მოდი პირობითად დავარქვათ პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი ისრაელისთვის. პროგრამა მინიმუმი როგორც ჩანს არის ბირთვული პროგრამის და ბირთვული ინფრასტრუქტურის განადგურება, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი როგორც ჩანს არის ირანში ხელისუფლების შეცვლა. და ყოველ შემთხვევაში აქამდე რასაც ვხედავთ ამ მიმართულებით მიდის საქმე. ომი მხოლოდ მიმდინარეობს ახლა ასე ვთქვათ ცხელ ფაზაში არის, ჯერ არ დასრულებულა ეს ყველაფერი. როგორ დასრულდება ესეც ამ მომენტისთვის ძნელად წარმოსადგენი არის, იმიტომ რომ უამრავი ფაქტორი არის, რაზეც იქნება დამოკიდებული მოვლენათა შემდეგ განვითარება. შეერთებული შტატები ღია ჯერჯერობით არ არის ჩართული ამ სამხედრო ოპერაციაში. მხედველობაში მაქვს მისი შეტევითი ნაწილი, თორემ ისე მაგალითად ბალისტიკური რაკეტების მოგერიებაში და ჩამოგდებაში მონაწილეობდა, რომელიც გაშვებული იქნა ისრაელის მიმართულებით ირანიდან. რაც შეეხება პირდაპირ ჩართულობას, ამისი ალბათობა არსებობს. ახლაც მაგალითად მიფრინავს 18 ჰაერში გასამართი სამხედრო ტანკერი ამერიკული ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ სრულიად თავისუფლად შეიძლება თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, რომ შეერთებული შტატები ჩაერთოს უშუალოდ სამხედრო ოპერაციაში, თითოეულ ამ ტანკერს შეუძლია რომ ჰაერში გამართოს 10-12 ბომბდამშენი, შესაბამისად საკმაოდ სოლიდურ რაოდენობაზეა საუბარი და სოლიდურ ჩართულობაზე. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს არის სერიოზული ინდიკატორი იმისა, რომ შეიძლება უახლოეს ხანში ვიხილოთ ასეთი ჩართულობა.